Salam aleikum, როგორც ამბობენ ბრიტანეთში, არის ერთი რამ, რაც გვიყვარს ყველას, სახელმწიფო პროპაგანდა. Ყოველ შემთხვევაში ბრიტანეთის მთავრობაში ასე თვლიან. მცირე ოფტოპიკით მინდა დავიწყო, ზოგადად გადაწყვეტილი მქონდა, რომ პოლიტიკურ თემებს არ შევეხებოდი ამ არხზე, იმიტომ რომ პოლიტიკა ჭაობივით არის ზოგადად, რაც უფრო ხშირად განიხილა, უფრო და უფრო ღრმად გითხრევს და უფრო იჭრება შენ კონტენტში ეტაპობრივად, მაგრამ დღევანდელი ვიდეოს თემა იმდენად სასაცილო და აბსურდული იყო და ისეთი დონის ბექფაიერინგი გამოიწვია, რომ არ შემეძლო ამ ინციდენტისთვის ყურადღება არ მიმექცია. დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ, რატომ არის ცუდი იყო პატრიოტი, რატომ არის ცუდი მოვლენებზე საკუთარი დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება და საკუთარი აზრების ჩამოყალიბება, როგორი გავლენა აქვს თქვენზე ონლაინ ექსტრემიზმს, უფრო სწორად კი იმას, რასაც მთავრობა ეძახის ონლაინ ექსტრემიზმს და როგორ დაამხო ეს ბულშიტი თავზე მთლიან ბრიტანულ პროპაგანდის მანქანას ერთმა ციფრულმა ალტ-გოგომ, რომელიც თვითონვე შექმნეს. და როგორ იქცა ის 2026 წლის პირველ ინტერნეტ ვაიფუდ. თუ პირველად ხართ აქ, გთხოვთ გამოიძახოთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც 5 ან მეტ სიტყვას შეიცავს. ეს ხელს შეუწყობს ვიდეოს ალგორითმში და YouTube უფრო მეტ ადამიანს შესთავაზებს მის ყურებას. წინასწარ მადლობა. ყველაფერი დაიწყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბრიტანეთის მთავრობის შეკვეთით ორგანიზაციამ სახელად Shout Out UK-მ შექმნა და გამოუშვა ვიზუალური ნოველა სახელად Pathways. თუ არ იცით რა არის ვიზუალური ნოველა, Doki Literature Club გაიხსენეთ და ძალიან დეტალებში რომ არ წავიდე, მოკლედ მაგ სტილის გეიმპლეის მქონე თამაშებია. კი, როგორც უკვე მიხვდით, ის შედევრი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ბრიტანეთის მოქალაქეების გადასახადებიდან არის დაფინანსებული. კონკრეტულად კი ფრევენთის მიერ. ეს არის ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამა, რომლის მიზანი არის ექსტრემიზმთან ბრძოლა. თამაშის მიზანია დაეხმაროს მოთამაშეებს, რომ მათმა პერსონაჟებმა, თეთრკანიანმა მოზარდებმა, ბიჭმა და გოგომ თავიდან აიცილონ უკიდურესი მემარჯვენე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოხვედრა და არ შეიქმნან პრობლემები პოლიციასთან. გეიმპლეი, ისევე როგორც ყველა ვიზუალურ ნოველაში, საკმაოდ მარტივია. მოთამაშეებმა ჯერ უნდა აირჩიონ პერსონაჟი, ბიჭი ან გოგო სახელად ჩარლი. ჩარლის მთელი თამაშის განმავლობაში მოიხსენიებენ ნაცვალსახელებით ისინი, ანუ ზეიზემ, რაც უკვე საკმაოდ რეთარდიდ არის. მოთამაშეები იღებენ გადაწყვეტილებებს მრავალჯერადი არჩევნის პრინციპით. სწორი პასუხები მონიშნულია მწვანედ, ხოლო ცუდი წითლად. ხო, არ არის საჭირო იაზროონო კოსტუმებში გამოწყობილმა ბიძიებმა უკვე გადაწყვიტეს რა არის სწორი და რა არა. უბრალოდ აწკაპე ღილაკს და ბევრი კითხვები არ დასვა. და პრინციპში სულ ეს არის ცოდნაც გჭირდებათ, სანამ თავარზე გადავალთ. ხარ ჩარლი აღმოჩნდები სხვადასხვა სიტუაციებში და აუცილებლად სწორი არჩევანი უნდა გააკეთო. მოდი გადავხედოთ ამ სიტუაციებს და ვნახოთ, როგორ დავიცვათ თავი საშიში ექსტრემისტებისგან. თამაში გაყოფილია 6 სიტუაციად. ნუ ან 6 ეპიზოდად თუ ასე გირჩევნიათ. ერთი მეორეზე უფრო სასაცილო. პირველში ვიგებთ, რომ ჩარლიმ ახალ კოლეჯში ჩააბარა, სადაც ბევრი ახალი მეგობარი გაიცნო. ანუ ვიგებთ, რომ ჩარლი დაახლოებით 18-19 წლის არის. მან დაიწყო იმ საიტებით სარგებლობა, რომლებითაც მისი ახალი მეგობრობის სარგებლობენ. მაგრამ არა, ზოგჯერ ამ საიტებზე ხალხი არასასიამოვნო რაღაცებს იძახის, რაც ჩარლის დისკომფორტის შეგრძნებას უჩენს. ერთ დღეს ამ საიტზე ჩარლის ვიდეოს გადმოწერა შესთავაზეს. რა ვიდეოსი? არ აქვს მნიშვნელობა. როგორ მივიღო გადაწყვეტილება თუ არ ვიცი რა ვიდეოს გადმოწერას გთავაზობენ? არ აქვს მნიშვნელობა. და კი სწორად მიხვდით, აქ ჩდება პირველი არჩევანი. სამი შესაძლო მოქმედების ვარიანტით. პირველი, უთხრა ამ ინციდენტზე სანდო ზრდასრულს. ხო, სანდოს დასრულს. 18 წლის ტიპმა. შენ თვითონ ხარ დასრული. როგორ მიყვარს ახალგაზრდა ადალტების ინფანტილიზაცია, თანაც ქვეყანაში, რომელიც განიხილავს არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მინიმალური ასაკის 16-მდე დაწევას. როდესაც კონსისტენსის ტურნირში ვიღებ მონაწილეობას და ჩემი მეტოქე პოლიტიკოსია. უთხრა სანდოს დასრულს და ელაპარაკო უცხოებს ინტერნეტში, რომ გაიგო რა ვიდეოზეა საუბარი და რის გადმოწერას გთავაზობენ, ან უბრალოდ ადგე და პირდაპირ გადმოწერო ვიდეო. თქვენი აზრით რა არის სწორი არჩევანი? ალბათ იტყვით მეორე. ხო უნდა გავიგო მაინც რას პტენიან. გასაგებია ეგ, მაგრამ თქვენი აზრით რა არ არის სწორი გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა ვიდეოს გადმოწერა. ჩარლიმ გადმოწერა და გააზიარა ვიდეო, მაგრამ სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, რადგან ვიდეო ექსტრემისტულ და ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავდა.
საიდან უნდა გცოდონ და ეს ყველაფერი სანამ ვიდეოს გადმოწერდი? არ აქვს მნიშვნელობა. ასევე ჩვენი საუკეთესო მეგობარი ბრიტანეთის მთავრობა გვაფრთხილებს. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ გარკვეული შინაარსის, ანუ კონტენტის შემცველი ვიდეოს ჩამოტვირთვამ ან ონლაინ ყურებამ შესაძლოა ტერორისტული დანაშაულისთვის მსჯავრდებამდე მიგიყვანოთ. ხო, თუ უყურებთ იმას, რაც არ არის approved მთავრობის მიმართ, დიდი ძმა კარზე მოგიგაბუნებს. მეზიზღება ლიტერალი 1984-ის მიმი, რადგან იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვინც მას იყენებს, წიგნი გადაშლილიც კი არ აქვს და ერთადერთი რაც იციან მასზე არის დიქტატურა bad, თავისუფლება good, მაგრამ აი ეს ლიტერალი 1984-ია. კარგი, მეორე სიტუაცია უფრო საინტერესო არის. ჩარლიმ ბევრი იმედს ადინა, რომ მაღალი შეფასება მიიღო ტესტზე, მაგრამ მხოლოდ 60 ქულა აიღო 100-დან. მისმა ფერადმა, კლასელმა კი 80. ამიტომაც სამსახური შეთავაზება სწორედ მან მიიღო და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ის. ამელია, რომელმაც უთხრა ჩარლის, რომ სწორედ ეს არის იმის მაგალითი, როგორ ართმევენ ემიგრანტები ადგილობრივებს სამუშაო ადგილებს. მგონი უკვე ხვდებით ინტერნეტმა ამელია რატო შეიყვარა ასე ძალიან, მაგრამ მაგამდეც მივალთ. რა თქმა უნდა, ისევ გაქვთ სამი ვარიანტი. დააიგნორო ამელიას კომენტარი და სთხოვო კურსის ხელმძღვანელს რჩევა მოგცეს იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია გააუმჯობესო შენი მიღწევები. დააიგნორო კომენტარი, მაგრამ არ გამოხატო ემედგაცრუება და დაეთანხმო კომენტარს და უფრო ღრმად გამოიკვლიო ეს იდეა. აქაც უკვე მიხვდით რა არ არის სწორი არჩევანი და რა არის არასწორი. თუ აერჩევთ მესამეს, ჩარლი ბოლო ხმაზე დაიწყებს იმაზე ყვირილს, რაც ამელიასგან მოისმინა და მთელი დარჩენილი სასწავლო კვირა მარტო იჯდა კლასში. არ ვიცი, ალბათ თავის აქციელზე ფიქრობდა, ხო, ზრდასრულ ადამიანზე გვაქვს საუბარი. მესამე ეპიზოდში ჩარლი ინტერნეტში ნახულობს ვიდეოს, სადაც იძახიან, რომ თურმე მუსულმანი ემიგრანტები ბრიტანელი ვეტერანების ადგილებს იკავებენ დროებით თავშესაფრებში. და იმას, რომ ამ ქმედებით მთავრობა ღალატობს ადგილობრივ თეთრ მოსახლეობას და საჭიროა სიტუაციის შეცვლა. რა თქმა უნდა, მთავრობის აზრით არასწორი არჩევანი აქ უკმაყოფილების გამოხატვაა. დიდი ძმა ამბობს, რომ ჯგუფები, რომლებიც ამ იდეებს ავრცელებენ, არალეგალურია და სიფრთხილე უნდა გამოიჩინო. საინტერესო ისა, რომ თუ ამ სიტუაციაში გადაწყვეტ, რომ საკუთარი რესერჩი გააკეთო, გადააწყდები მავნე ბრჭყალებში სტატისტიკას და ფაქტებს, რომლებიც არალეგალურ ჯგუფებში არის პოპულარული. სწორი არჩევანია დააიგნორო ვიდეო და გააგრძელო სკროლვა. კოსტუმიანმა ბიძიებმა შენმაგივრად უკვე გააკეთეს რესერჩი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება და არ დაგავიწყდეს, არ დაუჯერო შენ მატყუარა თვალებს და მატყუარა ყურებს. მეოთხე ეპიზოდში ჩარლი ვახშმობს თავის ორ დედასთან ერთად, დედასთან და დასთან ერთად. არ ვიცი, ორივე თანაბრად შესაძლებელია და ნახულობს ვიდეოს, სადაც ამელია მოუწოდებს ახალგაზრდებს გაწევრიანდნენ ონლაინ ჯგუფებში, სადაც ბრიტანელების უფლებების დაცვას განიხილავენ და ბლა ბლა ბლა, არ გაწევრიანდა ექსტრემისტები არიან. მგონი ხვდებით უკვე საითაც მიდის ისე ყველაფერი. მეხუთე სიტუაციაში ჩარლი სხვა ქალაქში მიდის მამამისის სანახავად და ინტერნეტის ახალი ალტ-ქვინი ეუბნება, რომ მიტინგი ტარდება მაგ ქალაქში და გული წყდება, რომ თვითონ არ შეუძლია მიიღოს მასში მონაწილეობა და სთხოვა ჩარლის მისმაგივრად წავიდეს. მიტინგი აპროტესტებს ბრიტანეთში ბოლო წლებში მომხდარ ცვლილებებს, გაუკონტროლებელ ემიგრაციას, ინტერნეტში თვალთვალის გამკაცრებას, სახელმწიფოს მხრიდან და ასე შემდეგ. კი, მიტინგზე წასვლა ცუდი ვარიანტია, ჩარლი წავიდა და პოლიციის პროფილინგის ნაწილი გახდა. მეექვსე ეპიზოდი შეჯამებაა, ჩარლი მეგობრები დაკარგა და სინდისი აწუხებს, რადგან არ იყო დარწმუნებული იმაში, მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ლექტორმა შეამჩნია და აუხსნა, რომ სახიფათო იდეოლოგიას გადააწყდა და კონსულინგზე გაუშვა, სადაც მისი re-education მოხდა და ჩარლი ისევ NPC-ად აქციეს. სახიფათო სახელმწიფოსგან განსხვავებული აზრების ქონის გამო. მაგრამ ქარხნული რესტარტის შემდეგ ის ისევ სამაგალითო მოქალაქე გახდა, რომელიც ბრმად მიყვება მეინსტრიმულ იდეებს, რომლებიც სინამდვილეში უკვე დიდი ხანია მეინსტრიმული აღარ არის ბრიტანეთში, მაგრამ კარგი. და რა თქმა უნდა, აღარ სვავს უხერხულ კითხვებს და შემდეგ, როგორც იქნა, მიიღო თავისი happy end-ი.
ალბათ არ მჭირდება იმის თქმა, რა დონის ბექლეში გამოიწვია ამ ყველაფერმა. მეორე დღისითვე უკვე მთელი ინტერნეტი ლაპარაკობდა იმ იდიოტობაზე, რაც ბრიტანეთის მთავრობამ სცადა თავისი მოსახლეობისთვის შეეტენა, რომ ეს ტვინის გამოწმენდის მცდელობის, ტყუილების და პროპაგანდის თავხედური მცდელობა იყო და ის რომ პოლიტიკოსები საერთოდ მოწყვეტილები არიან დღევანდელ რეალობას. კი სიუჟეტის მთავარი ანტაგონისტი რომ ალტგერლია purple hair-ით და ჩოკერით, უკვე იცი რომ ბუმერები გარტყმაში არ არიან რას აფინანსებენ. ბლოგერები, ჟურნალისტები, სტრიმერები შეესიunen ამ ახალ ინფოს და ცარიელი ადგილი არ დატოვეს მისგან. Shout out UK სრულ damage control-ის რეჟიმში გადავიდა და სასწრაფოდ დაიწყეს ცვლილებების შეტანა. ჯერ ამოშალეს ამილიას არკა თამაშიდან, შემდეგ კი საერთოდ გათიშეს ის და ვიზუალური ნოველა ყველასთვის ხელმიუწვდომელი გახდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო ყველა მოასწრო თამაშის იდიოტურ თეიქებად და დამამცირებელ მიმებად დაშლა. მიმები, აი ახლა უკვე ჩემს საყვარელ ტერიტორიაზე შევდივართ. ამ პროექტმა მთლიანი ინტერნეტი მოიცვა და უკვე მესამე დღეა ჩემი ინსტაგრამის და თვიტერის ფიდი გადაჭედილია პოსტებით ამელიაზე. ის ერთ დღეში იქცა ბრიტანელი პატრიოტების და ასევე მემარჯვენეების ახალ სიმბოლოდ და რა თქმა უნდა ვაიფუდ. მოდი რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. ყველაფერი ნელ-ნელა, შემდეგ კი ერთბაშად მოხდება. ეს ყველაზე ცუდი დასასრულია მათი აზრით. ამელია ამბობს, ჩარლი, დამეხმარები უსაფრთხო მომავლის შექმნაში თეთრი რასისთვის. ვის არ უყვარს საყვარელი ცოტათი რასისტი არტ ჰოუ. გონი ამელია შემიყვარდა. იმ ნიუსზე რომ თამაში გათიშეს, აი ესეთი კომენტარი იყო. არასდროს დაგივიწყებთ ამელია. რა თქმა უნდა ასევე იყო ედიტები. და ფანარტები. უამრავი ფანარტები. შეჯამებისას მადლობა მინდა მოუხადო ბრიტანეთის მთავრობას, რომ კიდე ერთხელ მოახდინეს თავიანთი იდიოტიზმის სახალხო დემონსტრირება და იმისთვის, რომ 2026 წლის პირველი დიდი მიმი გვაჩუქეს. მაგრამ კიდე უფრო მადლობელი დავრჩები თუ შემდეგში და კი დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ჯერიც იქნება, თუ შემდეგში არ გამოიყენებენ მოქალაქეების გადასახადებს ამ მარაზმისთვის. ზოგადად გადასახადები ისედაც ლეგალიზირებული ძარცვაა და როდესაც გამოძალული ფული ესეც ისულელებში იხარჯება, ორმაგად გამაღიზიანებელია. Rest in shit pathways, არავის მოენატრები, მაგრამ ყველას დაგვამახსოვრდები. თუნდაც იმ მიღწევის გამო, რომ პირველი თამაში ხარ ისტორიაში, რომელმაც კონკორდზე უფრო ცოტა ხანი იცხოვრა. ეხლა თქვენი ჯერია, დაწაეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მე კი უკვე დროა დაგემშვიდობოთ. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. ყველა კომენტარს კითხულობ და ძალიან მაინტერესებს ხოლმე თქვენი ანალიზი ვიდეოს შემდეგ. გამოიწერეთ არხი თუ აქ პირველად ხართ, დალაიქთ ვიდეო, დატოვეთ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც 15 სიტყვა შეიცავს და ასევე გამოიწერეთ სტრიმინგის არხი, თუ გაინტერესებთ ეს კონტენტი. მე კი უკვე მომავალ ვიდეოს შეგხვდებით. ნახვამდის.